ამავე სტუდიიდან, ამავე სივრციდან მე ჩავწერე წინა ვიდეო ბლოგი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ეხებოდა. მიხეილ სააკაშვილი კვლავ ვიმეორებ არის მასშტაბური პერსონა განა არა, მაგრამ მისი კრიტიკა მიუხედავად იმისა, რომ ის პატიმარია, ხანდახან მაინც გარდაუვლად აუცილებელია მაშინ, როდესაც პერსონალურად რომელიმე ავტორია, სუბიექტი სუბიექტურად შეაფასებს, სუბიექტურად ხას უსვამ, ობიექტურად მით უფრო, მაგრამ თუნდაც სუბიექტურად შეაფასებს მის ამა თუ იმ პოლიტიკურ ნაბიჯს, გადაწყვეტილებას, განცხადებას, წიაღსვლას და ასე შემდეგ. არ უნდა იყოს დაბუდადებული მეთქი მიხეილ სააკაშვილი პერსონალურად და მისი რომელიმე აზრი, საჯარო პერსონაა, საჯარო სივრცეშია, მესმის რომ შესაძლებლობები გალაღებისა მას არ აქვს, მაგრამ მაინც ის ერთგვარად ქმნის რაღაც ბევრად ნაკლებად ვიდრე ქმნიდა პოლიტიკას, მის გარშეშეც მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები, მაგრამ მაინც რაღაც უხეშად თავისი 5%-იანი არაელექტორალური, ხა ესე არ წაიკითხოთ, არამედ წილი ზოგადად პოლიტიკაში 3%-იანი აქვს განა არა, რაღაცა აზრებს, მაშინ ძალიან გონიურ აზრებსაც განა არა, ხშირად გვიზიარებს ხოლმე. ამავე სტუდიიდან ჩავწერე და იმ ვიდეო ბლოგში მე მომიწია საუბარი, ცოტა პატარა საუბარი თემაზე JD Vance-ის ჩასვლა სომხეთში. ხვალ 9-ში, 9 თებერვალს. JD Vance ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი იქნება ერევანში. JD Vance უბრალო პერსონა არ არის. გარკვეულზე მაღალი ალბათობით 2028 წლის ნოემბერში სწორედ ის იქნება რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი ან ის ან რუბიო და გარკვეულზე მაღალი ალბათობით 2029 წლიდან ის შევა ვალო კაბინეტში როგორც პრეზიდენტი. შესაძლოა ვწდები, მაგრამ გამორიცხული ეს არ არის. ახლაც JD Vance უკვე ახლა გვაცნობს თავის ხედვით ინტერვიუებს. ამა თუ იმ მნიშვნელობას შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ მაინც JD Vance თურმე აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ესეთი ფართო თვალსაჩინო აქვს, ასე ვიტყვი. და მე პერსონალურად ძალიან ბევრ მის ბოლოდროინდელ მოსაზრებას ვიზიარებ. ესეც რომ არ იყოს და მეხუთე ხარისხოვანი პერსონა რომ იყოს ამერიკის სინამდვილისათვის JD Vance ვიცე-პრეზიდენტია. და ვიცე-პრეზიდენტის შეერთებული შტატებისა ამ ეზობლად ყურის ძირში სომხეთში ჩადის ტრამპის გზა კეთილდღეობისა, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, ანუ ტრიპის გასახსნელად, ასე ვიტყვი. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ეს ყველაფერი ფეხებზე რომ გკიდია და ისხლეთს, ყურადღებას არ აქცევს, თვალს ხუჭავს, სირაქლემას პოზაშია, ხო? ეს გასაგებია. ეს ხელისუფლება ხო საბოლოო ჯამში იმიტომაც არის, რომ რუსეთს ხელი შეუწყოს კავკასიის რეგიონში რევალშის აღებაში. დიახ, რუსეთი უკრაინაში ომის ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი გზით დასრულების შემთხვევაში სულს ამოითქვამს თუ არა, მათ შორის მოუბრუნდება კავკასიის რეგიონს, რომ სომხეთი ცალკე და აზერბაიჯანი ცალკე დასაჯოს, რომლებიც წყდებიან ამასობაში რუსეთს, რომლებიც დისტანცირდებიან აზერბაიჯანი მეტად, თვითქმარი სახელმწიფოა ბევრად მეტად ვიდრე სომხეთი, მაგრამ სომხეთიც მიუხედავად იმისა, რომ გიუმრის სამხედრო ბაზაა შესუსტებული მოცემულ ეტაპზე, მაგრამ მაინც არსებობს სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთსაც გადამწყვეტია სწორედაც რომ მიმდინარე წელი არჩევნები და კანონში, კონსტიტუციაში ცვლილებები, მერე დიდი შეთანხმება აზერბაიჯანთან და მერე პირველი აგურების დადება ამ ტრამპის გზაზე, ხო, ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ანგეზურს რომ უწოდებთ, სრულიად არასწორად, მაინც ასე ვიტყვი, რომ აზერბაიჯანული ტოპონიმიკა, ეგრეთ სომხური ტოპონიმიკაც შეგვიძლია გამოიყენოთ, ამიტომ უმალს ჯობს, რომ ამ აბრევიატურით გავიდეთ ხოლმე ფონს, ხო, ტრამპის გზა კეთილდღეობისა, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. აი ამის იმპლემენტაცია, ხო, უცნაური სიტყვაა, ხო, ამის განხორციელება, ხორცშესასხმელად, ხორცშესხმის დაწყებისათვის მიემგზავრება ვიცე-პრეზიდენტი JD Vance და იქიდან, ანუ 9 რიცხვიდან 9 დღეში, 10 დღეში, 18-ში ის იქნება ბაქოში. რატომ არ მიაბა ვიზიტი ერთმანეთს ბარემ გადასულიყო ბაქოში? საინტერესო კითხვაა, განა არა, მაგრამ ამასობაში სხვა საქმეებიც დაუბრუნდა ამ მნიშვნელოვან პერსონას, მათ შორის მიუნხენის კონფერენცია, სადაც ის დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გაგვაოცებს ძალიან მაგარი სიტყვით.
ჩვენთვის ეროვნული ამოცანაა, რომ ჩვენი სახელმწიფოსი კვლავ ვიმეორებ და არახელისუფლებისა, რომ შეერთებული შტატების დღის წესრიგში როგორღაც მოვხვდეთ და ბიზინა ივანიშვილი ოლიგარქი ბანდიტი რუსი პრორუსი ორჯონიკიძე საზიზღარი პარანოიკი ნებისმიერი სიტყვით შევამკოთ პრობლემა არ მაქვს მე სწორედაც რომ და ვამკობ კიდეც მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს როგორი თუ რანაირი ბიზინა ივანიშვილის სახელმწიფოსთვის არ არის ამიტომ ყაველაშვილი რომელიც 22 წამით შეხვდა იტალიაში სწორედაც რომ ხსენებულ ჯეიდი ვენს არაფერს ეუბნება ვიცე-პრეზიდენტს იქ მათ შორის 22 წამიანი, აი 41 წამიანი, 67 წამიანი, კარგი 4 წუთიანი, 4x6 ხო, 240 წამიანი, 300 წამიანი 5 წუთიანი დიალოგი გაიმართა, ხომ მეტია, ხო არ გამართულა და აი ამ 5 წუთის განმავლობაში 4.5 წუთი ილაპარაკა ჯეიდი ვენსმა, ოკეი, რაც ტყუილია, მაგრამ დავუშვათ რომ ასეა და აი იმ 4.5 წუთი რო ილაპარაკა და 30 წამი რო დაარჩა ყაველაშვილს თავისი დამტრეული ინგლისურით რამის სათქმელად იქ ყაველაშვილმა ისიც კი ვერ უთხრა რომ აქ ახარ ვიცე-პრეზიდენტო ბაქოში 18-ში და 9-ში კი ერევანში და ჩამოდი გეთახვა უხეშად ჩამოდი კარგი ღვინო გვაქვს ჩამოდი კარგი ელარჯი გვაქვს ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად გაგიწელავს ამ შენ ელარჯს ჩვენს ელარჯს ოღონდაც კი ის აღიაროს შეერთებულმა შტატებმა ქართული ოცნება აღიაროს ლეგიტიმურ თუ კანონიერ ხელისუფლებად და თავსაც დაუხრის სასაკვირველი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზინა ივანიშვილისთვის ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე და გუშინდელ კონტექსტშიც ვისაუბრე ამ თემაზე მაგრამ ყაველაშვილს ეს არ უთქვამს მათ შესანიშნავად იციან რომ ანუ ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ რომ შეერთებული შტატების მაღალ ჩინოსანის ესოდე მნიშვნელოვანი პერსონის ფეხის დადგმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მით უმეტეს მიდგმა თავრობად წოდებულ თავრობის ადმინისტრაციად წოდებულ შენობაში ყაველაშვილთან თუ კობახიძესთან თუ პაპუაშვილთან თუ სხვებთან შეხვედრა ნიშნავს იმას რომ ისინი ამოიღებენ ფიგურალურად რომ ვილაპარაკოთ კოლტს ანუ იარაღს და გადატენიან ასე ვიტყვი თუ გადატენა სჭირდება მოკლედ დააბზრიალებენ ამ ბარაბანს და იუშვერენ ლულას კობახიძისკენ თუ ქართული ოცნებისაკენ ამერიკელების მოსვლა აქ ჩამოსვლა აქ ნიშნავს იმას რომ ქართულ ოცნებას უნდა მოსთხოვონ მათ შორის პატიმრებისგან თავისუფლება მათ შორის არჩევნების დანიშნვა მათ შორის კანონების შეცვლა ლიბერალური სწორი დემოკრატიული გარემოს შექმნა თუ უნდა ქართულ ოცნებას რომ რა სადმე მაინც ფიგურირებდეს საქართველოს როგორც ქვეყანა ოღონდ ამერიკელები ამას არ იზამენ, იმიტომ რომ შესანიშნავად იციან ისაც უკვე ვთქვი, ბიზინა ივანიშვილს უნდა მხოლოდ და მხოლოდ ლეგიტიმაციის მინიჭება, მათ შორის ოკეან გაღმა, სივრციდან თქმა ვაშინგტონიდან იმისა, რომ შენ ხარ კანონიერი, შენ ხარ ლეგიტიმური და ვინც შენ გებრძვის, ისინი ყველანი deep state-ის აგენტები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გაგება deep state-ისა ამერიკული, გაგება deep state-ისა თურქული, გაგება deep state-ისა ბრიტანული და გაგება ვიწრო პროვინციული გაგება deep state-ისა ბიზნესეული არის განსხვავებული. სხვადასხვა deep state-ებზე თუ მაინც უნდა გავამახვილოთ ყურადღება სხვადასხვა deep state-ზე ლაპარაკობენ ამერიკელები და ქართველები ლაპარაკობენ მასონებზე. სიტყვა მასონი ჯერ არ წარმოუთქვამს, თუმცა შეიძლება წარმოთქვას კიდეც ამ პარანოიკმა კაცმა ბიზინა ივანიშვილმა. კარგით, ამას თავი დავარებოთ. ეხლა მე საბოლოო ჯამში ამაზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ ოპოზიციაზე, რა გიკვირდება და ეს არის უნიკალური იყო და არის, ჯერაც არის, 18-ის ჩათვლით არის უნიკალური შანსი ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფოსათვის, რომ რამ ვუთხრათ ჯეიდი ვენს. ვუთხრათ შემდეგი რამ, აი ნახეთ 4 წინადადებიდან 5-ს ვიტყვი. პირველი წინადადება უნდა იწყებოდეს ასე. საქართველოში მშვიდობიანი ნანი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში საქართველო იქნება ადეკვატური ამ პროცესში ჩართული ქვეყანა. ამ პროცესში ჩართვა ნიშნავს წინადადება ასე უნდა იყოს ფორმულირებული და ახლოებით დიპლომატები უკეთ დაწერენ. რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ პროექტს TRIPS ტრამპის გზა კეთილდღეობისა და მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის შეეხიდება როგორ? ვინმე მკითხავს რომ როგორ უნდა შეეხიდოს აქედან ახლოა, მაგრამ პრინციპში მაინც გვარიანად შორს არის ეს ტრიპი, რომელიც ჩვენ გვწდება, იცით რომ ეს გზა ასაშენებელია.
როგორც მისი სარკინიგზო მონაკვეთი, ისე მთლიანად ინფრასტრუქტურა, ისე მისი ავტომობილო გზა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი არის გასამართი. და თუ საქართველოსთან, მოდი სხვაგვარად ვიტყვი, მხოლოდ საქართველოსთან შეიძლება შემოვიდეს ტვირთები. ბიძინა ივანიშვილი აპირებს ამ ტვირთების დაბეგვას და საქართველოს ოპოზიციას შეუძლია და შეეძლო თქმა იმისა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დემოკრატიული და არჩევნების გზით, ოღონდ შეგვიწყეთ ხელი რა ამ არჩევნების ჩაატარებაში, შევცვლით ბიძინა ივანიშვილს და ამ რუსულ რეჟიმს, საქართველოს იქნება ადეკვატური მათ შორის ტარიფებს საერთოდ მოხსნის. ტვირთებს უფასოდ გაატარებს. იცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფული კი არ უჭირს შეერთებულ შტატებს და განბაჟება თუ ტრანზიტისთვის გადასახადის გადახდა მისთვის პატარა საქართველოსთვის. არა რასაკვირველია საბოლოო ჯამში რა თანხაზე უნდა იყოს ლაპარაკი, მაგრამ ეს სიმბოლური განცხადება, სიმბოლური ჟესტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება იმის მადასტურებელი, რომ ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლება ადეკვატური არ არის და მადასტურებელი ყველა შულს რომ დაუბრუნდეთ არის ის რომ იმ 22 წამიან, ოკეი, 5 წუთიან გადაკვეთაზე, გადაკვეთის დროს იტალიაში ყველა შულს შეიდივენ სისთვის არაფერი უთქვამს და გვაბოლებენ. რომ პატრიარქი მოიკითხავ, ოკეი, დავუჯეროთ რომ პატრიარქი მოიკითხა ჯეიდი ვენსმა, წარმოვიდგინოთ. პატრიარქი კი არა, მოკითხავ ჭაბოთ. ესეთი კითხვა მაქვს. აქ ამ ტურბულენციის პირობებში, როცა ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა, როცა ჩვენ გვჭირდება ჩვენ ტერიტორიების გამოომება, პირდაპირ მნიშვნელობით არა, გამობრძოლება თუ გნებავთ ასე წართმევა რუსეთისათვის. როცა ამერიკის შეერთებული შტატების შენი პარტნიორი უნდა იყოს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სხვებთან ერთად უნდა მხარში უდგეს საქართველოს დემოკრატიას განვითარებას, რუსეთისაგან ჰიბრიდული იერიშების მოგერიებაში უნდა იდგეს. შენ გელაპარაკებიან იმაზე, რომ პატრიარქი მოიკითხა ვიცე-პრეზიდენტმა, რაც ასე არ მომხდარა, მაგრამ რომც მომხდარიყო ეს, რასაკვირველია, მე 1000 ხარისხოვანია. სოფლიოს მშვიდობის საბჭოში ტრამპმა არ მიიწვია ხსენებული ყაველაშვილი. სოფლიოს მშვიდობის საბჭოში არ მიიწვია ჯეიდი ვენსმა. დავოსში არ იყო მიწვეული, მიუნხენის კონფერენციაზე არ იყვნენ თუ არ არიან მიწვეულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოს ამოვარდნილია კონტექსტიდან და შენ გელაპარაკება ეს ბანდიტი. ყაველაშვილი ამას, რასაც გელაპარაკება. ოპოზიციის ფუნქცია რა არის? ოპოზიცია რომელიც ერთმანეთს ჭამს, შენ რატომ დაარსე პარტია? შენ ხოცებმა გადაგიხადეს ფული თურმე, დამადასტურებელი ფაქტი არ არის. ჩერგოლეიშვილი არის ცუდი იმიტომ რომ მე თამარ ჩერგოლეიშვილთან ბოლო რავის ერთი კვირა კამათზე მაქვს, მაგრამ არასოდეს მე არ მიმიცია საკუთარი თავისუფლება რომ იმაზე უფრო ხმამაღლა გავაკრიტიკო ის ან მან გამაკრიტიკოს და ავიტანთ როგორმე ხო რომ ეს ყველაფერი იყოს სასარგებლო რაღაც საერთო მოწინააღმდეგისათვის და აქ ისე გადაეკიდნენ ოპოზიციონერები ერთმანეთს ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ჩერგოლეიშვილის სხვები ჩერგოლეიშვილის მიშა სააკაშვილი ყველას მე მგონი და ასე შემდეგ. ასე შემდეგ რომ საერთო საქმე ზიანდება და ვერ ვლაპარაკობთ ძირეულ და კონცეპტუალურ საკითხებს. და ძირეული და კონცეპტუალური საკითხი არის ტრამპის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტისათვის წერილის მიწოდება ამგვარი რომ ჩვენ ვიქნებით ადეკვატურები ტრიპთან, შუა დერეფანთან დაკავშირებით. ანაკლიის სპორტი. არ ვიცი სიმართლე გითხრათ მიღირს თუ არა, სწორი იქნება თუ არა იმის თქმა ახლა, რასაც ახლა ვიტყვი, თუმცა ეს ადრეც მithქვამს მეორე მხრივ თუ მესამე მხრივ, ანუ წამომცდენია და არ არის პრობლემა. აი ნახეთ, საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შემთხვევაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ამერიკელებისა და ქართველების ინვესტიციით. ამერიკელებისა და ქართველების ინვესტიციით აშენებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შუა დერეფნის კონტექსტში. ჩვენ საზღვაო ქვეყანა ვართ, შავი ზღვის ქვეყანა ვართ, შავი ზღვა ნატოს სხვა არის და ასე შემდეგ. ბევრი ამის თქვა შეიძლება. ანაკლიის პორტს ჩვენ დავარქმევთ, აი ამის თქმა მიღირდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ოკეი, ვიტყვი, იმიტომ რომ მე ეს იდეა შევთავაზე ერთ პოლიტიკოსს, მეორე პოლიტიკოსს, მესამე მე პერსონალურად მე შევთავაზე. ცოდნეებს, არამცოდნეებს, კარგებს, ცუდებს, უარესებს, უკეთესებს და ასე შემდეგ. ყურიც არ შეიბერტყა არც ერთმა მათგანმა. ერთმა არ დავასახელებ. მომწერა რომ ისი ირაკლი ჩვენს გვაქვს ეს იდეა. დალოცვილო, თუ გაქვს ეს იდეა, ტაბრიაშვილს ასელოდები აიღე და გააჟღერე, გაახმიანე, საზოგადოებას გააცანი ეს იდეა. არა იცი, იქ რაღაცა პრობლემები არის, თუმცა მოგაგვარეთ, აი ეს დროის გაწელვის და ვიჟენის არ წარმოდგენის ფილოსოფია თუ მიდგომა, უვიჟენოთ პოლიტიკის წარმოება არის
პრინციპული შეცდომა ქართველი პოლიტიკოსებისა. ხო და მე ვამხმიანებ აგ იდეას. ამ სპორტს დავარქვათ ტრამპის სპორტი. ტრამპის სპორტი, მე შემიძლია წავიკითხო რაც მივწერე ერთ-ერთ პოლიტიკოს, როგორი აბრევიატურაც იქ კიდე გარბა. ტრამპის სპორტი მაგალითად კეთილდღეოდ შვიდობისათვის, შავი ზღვის ტრამპის სპორტი და ასე შემდეგ. ტრამპს ხო ეს ჩაციკლა აქ მართებული გაგებით, რომ მის სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული ბევრი რამ. ხო და გავუგოროთ ამ ტრამპს. რატომაც არა, მაგრამ პოლიტიკოსები JD Vance ხომ არ ხმდებიან, ამ წერილს ხომ ვერ აგზავნიან ვერსად, ამ წერილს, ამ სტაობაზე. ტრამპამდე ხომ ვერ მიდიან და დაკავებულნი არიან ჭამა, გრეხვითა და ჭამით, ერთმანეთის ჭამით და ამასობაში მარში. ძალიან მაგარი რამეა, შაბათის მარში მე ვერ დავდივარ ამ შაბათით, რომ გადაცემა მაქვს ჩემი და დავამონტაჟო მთელ რაღაც ჩემს სტიქიებში ვარ, მაგრამ შაბათის მარში რო იზრდება რაოდენობა მოქალაქეებისა, ეს ფაქტია. უშინახე კადრები, მაგრამ შაბათის მარშები და რუსთაველზე დგომები ხედვების წარმოდგენის გარეშე ვერ გადაარჩენს ამ ქვეყანას. მეთქი თუ ამას ვიტყვი, აგეტაბლინე შვილი და მძიმე კაციაო, მეთქვიან პასუხად და ბიზინა ივანიშვილი შეგნებულად არ მიდის საქართველოს გადარჩენის ის დანგრევის გზით მიდის. ხოლო ოპოზიციამ ახლა ბაქოში უნდა იყოს, უკაცრავად ერევანში უნდა იყოს და 18-ში ბაქოში, რომ ეჭიროს წერილი ხელთე კონდეს წერილი და იქნება და მისცეს JD Vance. სადაც ეს წინადადებები ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შემთხვევაში ჩვენ გავაკეთებთ ამას. ტრიპთან მიმართებაში ვიქნებით ასეთი ადეკვატურები, შუადერეფანთან დაკავშირებით ასეთი ადეკვატურები, ანაკლიასთან მიმართებაში ასეთი ადეკვატურები და ასე შემდეგ. ვაზიანის სამხედრო ბაზა, საჭიროები, ლოჯისტიკური ცენტრი იქიდან ერთგვარი განშტოება იქნება, რომ იცოდეთ მაინც, იმიტომ რომ გლობალური უსაფრთხოება, რასაც ბევრი რამის თქმა შეიძლება, რასაც ბიზინა ივანიშვილი არ და ვერ წარმოთქვამს. აქ კიდე რა გამოვიდა? არავის არ ვაკრიტიკებ, ყველას პატივისცემა, პაპარაკობთ განთავისუფლებაზე, მიშას კი არ უბრუნდები მაინც და მაინც მნიშვნელოვანია. გასაკვირველი არავინ გამათობს. ლაპარაკობთ განთავისუფლებაზე და მხოლოდ განთავისუფლებაზე. ლაპარაკობთ არჩევნებზე, რომელსაც შეიძლება დაგინიშნოს ივანიშვილი. ეგრა მაგის პასუხია და მე გამოგიყოს შუათითი და გაჩვენოს, რომ კონტროლდი და ლოცვილი. მაგე დავნიშნე და აჰა, მაშინ შედი რომელიმე პარტიაში, ეგ გაძლიერდა ეს. რა ქვია ლევანის პარტიას თავისუფლების მოედანი მიშას მიერ გაკრიტიკებულ. შედის თუ ყველანი, ხო მაგრები ხარ და შემერკინეთ. და ასე შემდეგ. და მეორე ხარისხოვან საკითხებზე ლაპარაკობს მეთქი without visions, ხო ხედვების გარეშე, ასე ვიტყვი. ხედვების გარეშე ყველა ლაპარაკობს მეთქი, ვიტყვი ასე, ერთმანეთსაც ვაკრიტიკებთ, განა არა, აგე თამარი ვახსენე, ჩერგოლიშვილი, მეც შემომეკრიტიკა, მასაც შემოვეკრიტიკე, მან გამლანძღა, მე ალბათ ნაკლებად გამლანძღე. ალბათ კი არა ნაკლებად, არა აქვს მნიშვნელობა, არა არც ბრაზდები თამარზე და არც არაფერი, ამ რაღაცა მასში ვართ, აღმართებში ვართ ყველანი და ამბებში ვართ, მაგრამ ამასობაში კი გვავიწყდება მთავარზე მთავარი მეთქი ამის თქმა მინდა. დავიწყდება მათ შორის ოპოზიციას. ამასაც ხაზგასმით ვამბობ მე. რატომ არ შადის ოპოზიცია ერევანში? ესე დავარქვათ. იქნება და ჩვენც გავიგოთ ერთი რამ, რომ მე-4-5 მხრივ კარგად უნდა გავიგოთ. ბატონებო, რომ პოლიტიკური პროცესია ეს ყველაფერი და არსებული თუნდაც ასეთი ოპოზიციის გარეშე არაფერი არ გამოვა მით უფრო. ხო, რატომ არ ჩადის ოპოზიცია ერევანში? ის იქნება სათაური ამ ვიდეო ბლოგის ნახევრის.